რეგენერაციული აგროკულტურა მიწათმოქმედების ძირითმდგომათა ერთობლიობა, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის ორგანულ ნივთიერებათა მრავალფეროვნებას. ამჟამად აგროკულტურ მიდგომათა უმეტესობა დამღუპველია ბიომრავალფეროვნებისთვის. სოფლის მეურნეობაც კი შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც აზიანებს ნიადაგს. რეგენერაციული სოფლის მეურნეობა წარმოადგენს ამ ტენდენციის შეცვლის გზას, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს მიწაზე პოზიტიური ზეგავლენა. რას გულისხმობს რეგენერაციული სოფლის მეურნეობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან საუკეთესო მიდგომა დიდწილად ნაკვეთზეა დამოკიდებული, რომელსაც ვამუშავებთ. ასე რომ სხვადასხვა მეთოდთა რაოდენობა უსასრულობას უახლოვდება, ეს კი ცოტა მეტია, ვიდრე ამიტომ შეუძლია დაიტიოს. თუმცა მოდით განვიხილოთ რეგენერაციული აგროკულტურის სამი ზოგადი ფორმა. ნიადაგი სავსეა მცენარეთათვის სასარგებლო ორგანიზმებით. ზოგი მათგანი ნიადაგის აზოტს მცენარესათვის მისაღებ ფორმად აქცევს. ზოგი მცენარეს წყლით ამარაგებს, რომელიც სხვაგვარად მიუწვდომელი იქნებოდა. ზოგი კი ნიადაგს აფხვერებს და ჰაერით ამდიდრებს, რაც წყლის ათვისების რაოდენობას იცდის და მცენარეს ფესვებს საშუალებას აძლევს სიღრმეში ჩაღწიონ. როდესაც ნიადაგს მანქანა გადაუვლის, ამ ორგანიზმების უმეტესობა იხოცება, ამიტომ მცენარე ქიმიურ სასუქზე ხდება დამოკიდებული. ეს კი საბოლოოდ წყალს აბინძურებს. ამის გაკეთება არ არის აუცილებელი მეურნეობის მიღებისთვის. მოუხმნელი მიწათმოქმედებისას უმთავრესია მოხდის მაგალითად საფარი მცენარეულობის დათესვა. მეეთი საშუალება ჭიაყელებს ნიადაგის აერაცია აწარმოონ, რათა შეინარჩუნონ მუდმივ დაფარული ნიადაგი. მუცი კი დროთა განმავლობაში მეტ ორგანულ ნივთიერებას შეხმატებს მიწას. მეთანის გამოტკარცლისა და საძოვრებისათვის ტყეების გაჩახვის გამო მესაქონლეობა ეკოლოგიისათვის დამანგრელადაა ხოლმე მიჩნეული. არადა ეს სულაც არაა ხოლმე ნიშნეული მძეველი ცხოველებისთვის. თუ კი სწორ მიდგომებს გამოვიყენებთ, უზარმაზარი ოდენობის ნახშირბადი შეიძლება მიწაში ჩავიჭიროთ. ნიადაგი აღვადგინოთ და სულ რამდენიმე წელიწადში გაუდაბნოებას შემოვატრიალოთ. აი როგორ ხდება ეს. ბალახის ზრდა ნელა იწყება ხოლმე, მერე ასწრაფდება და ბოლოს ისევ ნოლდება. სწორედ ეს შუა პერიოდია, როდესაც ის ბიომასის უდიდეს ნაწილს ყველაზე ეფექტურად აგროვებს. ბალახი მანამდე შეიჭამა, სანამ ამ წერტილს მიაღწევს, მისი ზრდა არასდროს ასწრაფდება. ასე ხდება ტრადიციულ საძოვრებზე, რომელზეც ცხოველები მთელ ბალახს გადაძოვენ და სწრაფად გაზრდისთვის დრო აღარ ყოფნის, სანამ კვლავ გადაიძოვება. ასე ნადგურდება საძოვრი, რაც იწვევს ნიადაგის გამოფიტვის, გვალვასა და გაუდაბნოებას. ხოლმე ცხოველებს ჭიდრო ჯოგებად ვამყოფებთ, როგორც ეს ადრებუნებაში ხდებოდა, ბალახს აქვს საკმარისი დრო გაიზარდოს, სანამ კვლავ მოიძოვება. მთელი ეს ბიომასა ბალახში ნახშირბადია, რომელიც ჰაერიდან მიიღება. თუმცა მთელი ბალახი კი არ იჭმევა, მისი ნაწილი იფუნება და ითელება, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ნიადაგის ახალი ზედაფენის აშენად. ეს ყველაფერი კი საოცრად სწრაფად ხდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდებარეობაზე დამოკიდებული მიდგომა, ამიტომ ცოტა ზოგადად მომიწევს ლაპარაკი. ყოველთვის უნდა დავიწყოთ იმით, რომ დავაკვირდეთ ადგილობრივ ტყეებსა და ურთიერთმმართველებს, მის ყველა ბინადარს. მცენარეებს, წყალს, ცხოველებსა და სოკოებს შორის. შევეცადოთ ეს მიმართებები ისე გავიმეოროთ, რომ შევინარჩუნოთ მათი ეკოლოგიური მდგრადობა, მაგრამ მეტი საკვები ვაწარმოოთ. ტყე ბაღებში ხშირად გამოყოფენ შვიდ ფენას, ფესვების, მიწის საფარის, ბალახის, ბუჩქების, დაბალი ხეების, მაღალი ხეებისა და ლიანების. ამ ფენებიდან თითოეული ან რაიმე სახის საკვებს აწარმოებს და საკურნალო დანიშნულება აქვს. ანაც სხვა გზით ეხმარება ეკოსისტემას, როგორც მთლიანობას. მცენარეები, როგორც წესი, მრავალწლოვანია და რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ სახეობას შეიცავს. რეგენერაციული აგროკულტურის ამ სამ მაგალითს, ისევე როგორც ყველა დინარჩეს, ერთი რამ აქვს საერთო. თუ სტანდარტულ მიწათმოქმედებაში ვცდილობთ ერთი რამ მივიღოთ, რაც შეიძლება დიდი ოდენობით, რეგენერაციულ აგროკულტურაში მთავარია, რაც შეიძლება მეტი ურთიერთმმართველობა ჩამოვაყალიბოთ ეკოსისტემის წევრებს შორის. შენც ამ ეკოსისტემის ნაწილი ხარ. როგორი სახის ურთიერთობა გინდა ამ მიწასთან დაამყარო?